1983 წლის 18 ნოემბერი. მოსკოვის დროით 14 საათი და 10 წუთი. ასაფრენად ემზადება თვითმფრინავი Tu-134 ბორტი 65-807 თბილისი-ბათუმი ლენინგრადი კიევის რეისი 68-33. ფრენა უამინდობის გამო საათნახევრით შეფერხდა. Тбилиси укავშირდება Бათუმს. Შავი ყუთის программа MC-61. Прослушайте информацию. Экипаж. Выполняем рейс 6833 Тбилиси-Батуми. Подписан. Высота 6000 метров, время полета 40 минут. По маршруту полета. В аэродроме посадки опасные метеоявления не наблюдаются. Погода в аэропорту посадки Батуми хорошая, выше нашего минимума. Апренамде 5 წუთი დადო. В общем с вояками, а потом с Масловкой. Сейчас. Вояки, как его зовут? Лангуст? Руслан? Да. Ну можно 240 градусов. Хорошо. Высота 4400 метров. 807 занял 4200. Сохраняйте 4200. 807. 4200 сохраняю. Разрешил? Да, вояки разрешили. 18 ნოემბრის საღამო. ტელევიზიით ბანდიტური დაჯგუფების შესახები უწყებიან, რომელთაც თვითმფრინავი გაიტაცეს. გამტაცებელთა შორის ერთ-ერთი ქალია. ეს სახელები წლების განმავლობაში აალაპარაკებს და დააპირისპირებს თაობებს. გია ტაბიძე, 32 წლის, მხატვარი. კახა ივერიელი, 28 წლის, ექიმი. პაატა ივერიელი, 26 წლის, ექიმი. სოსო წერეთელი, 24 წლის, მხატვარი. დათო მიქაბერიძე, 21 წლის, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი. გეგა კობახიძე, 22 წლის, მსახიობი. თინა ფეტვიაშვილი, 19 წლის, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი. მამა თეოდორე, თემურ ჩიხლაძე, 33 წლის. ზნეობრივად, მორალურად, ასე ვთქვათ, ეკონომიკურად, ყველანაირად საბჭოთა კავშირმა უკვე ამოწურა. ამას ყველა გრძნობდით და ეს პროტესტი აი ამ ბავშვებს ვეძახი მაბატი, ჩემთვის ბავშვები იყვნენ. აქედან იყო მე მგონი აი სასაზრდოები, მათ ედოთ გულში ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დაგროვებული პროტესტი ამ წყობის საწინააღმდეგო. People are strange when you're a stranger. Faces look ugly when you're alone. ეს იყო თაობა, რომელიც საბჭოთა ლოზუნგებით გაჯერებული ილუზორული სივრცის დაგმობას ხმამაღლაც არ ერიდებოდა. თუმცა უცნაურად ჩანდა თავად ფაქტი, რა აწუხებდათ ყველაზე შეძლებული ოჯახის შვილებს. მაშინ ყველა ლაპარაკობდა ზასვას. არ იყო ადამიანი, მე მგონი თბილისში, ყოველ შემთხვევაში უმეტეს შეიძლება ეს უბრალოდ სიტყვის მასალა თქონდა ბევრს, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრობდა ზასვაზე, იმიტომ რომ როგორმე თავი დაეხცია რაღაცისთვის, ხო? ნუ ის ანუ რამარტოხების იყო იქიდან გამომდინარე. როგორ არა, აი ძალიან ხშირად ხსარვარდა გვილაპარაკია, რომ აი სადღაც წავიდოდნენ ან რაღაცა ესეთ, მაგრამ ნუ ეს იმდენად ჩვეულებრივი სალაპარაკო თემა იყო, რომ ელემენტად ვერც დაუშვებდი ადამიანი, რომ შეიძლება და გაგიაზრებინა, რომ ეს ნამდვილად მოხდებოდა და ვინმე ნამდვილად ფიქრობდა ამაზე. იყო რა თქმა უნდა რაღაცა ის, რაც არ მოწონდა და ამას იძახდა, ამას არ მალავდა. ანუ ამას ისე კი არ მალავდა, რომ აი მე ხლა თქვა თვითფრინავს გავიტაცებ და აი ამაში გამოჩნდება მე რომ ამას იძახდა, რომ აი რა არის ჩვენი ცხოვრება, რომ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა უნდა იყოს მომავალი. ნუ მე ვინ უნდა გამოვიდე მომავალში. თავისი ყოველი საქციელი და თავისუფალი ცხოვრებით უნდა გეთხრათ. ეს მაშინ პროტესტი იყო. ეს არ იყო კაცი, რომელიც აი რაღაცა ჩარჩოებში იყო რა. ასე თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა. კონკავშირი საერთოდ რა იყო, არც იყო კონკავშირი. ხანდისხან იტყოდა ხოლმე სოსო, რომ დედა, ეს რუსები როდენდი უნდა იყოს ჩვენი უფროსები და ჩვენ როდენდი უნდა იყოთ მონები. და ვეტყოდი რა, ენა გააჩერე, რა შენი საქმეა. ვინ გეკითხება შენ ამას და რა მონახარ მეთქი ვეტყოდი. აი ერთი ორჯერ იყო აი ეს მოვისმინე ჩემი ყურით რა თქვა და ხო არაფერია ისე გაიცინა და წავიდა. კახას განსაკუთრებით კახას დაუოკებელი სიზღი ჰქონდა ამ საბჭოთა კავშირის მიმართ.
ცოტა გასაკვირიც არის, იმიტომ რომ ახლა ოჯახიდან ასე თუ ისე მას არ ქონდა რაიმე პრობლემები ან ეკონომიური ან თავისუფლად შეეძლო საზღვარგარეთ წასულიყო თან ისეთ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც კგბ-სთან იყო კავშირში და ესენი უპრობლემოდ შეეძლოთ მათ საზღვარგარეთ წასვლა. მაგრამ ისეთი ზიზღი ჰქონდათ ამ საბჭოთა კავშირის მიმართ, რომ საბჭოთა წყობილების სისტემის მიმართ, რომ აი რაღაც უნდათ თითქოს რაღაც ორიგინალური გაეკეთებინა, ჩემის აზრით ეს ამით აჩვენეს მსოფლიოს, რომ ესე იგი სწორედ რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი, არა მარტო მატერიალურად, არამედ ისედაც მაღალი დონის ოჯახის შვილები აი ესეთი ფორმით რომ დატოვეს დემონსტრაციულად საბჭოთა კავშირი. წითელი იმპერიის კლანჭებიდან გათავისუფლების ანუ გაფრენის გეგმა ამ ახალგაზრდებმა თვითმფრინავის გადაცებამდე 2 წლით ადრე შეიმუშავეს. გეგმაში იყო IA-40 ტიპის მცირე ეკიპაჟიანი თვითმფრინავის თურქეთში გადაყვანა, სადაც მათი გათვლით ტრაბზონის ამერიკულ სამხედრო ბაზამდე მიაღწევდნენ და ამერიკელებს როგორც პოლიტიკური დევნილები ისე ჩაბარდებოდნენ. იდეის განხორციელება გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის ქორწილში დაიწყო. გადაცებას საქორწინო მოგზაურობის იმიტაცია ახლდა თან. იმ საღამოს აი ქორწილი როცა იყო მე მხოლოდ ერთი, იმიტომ რომ მე რაღაც გადავდი მაინც როცა ქორწილი ხოც როგორ არის სტუმარი და ეს რა. აი ერთადერთი რომ მახსენდება მაგის ცეკვა და მე ყველამ გაიხსენა სპარსში. ეს იყო რაღაცა საოცრება, მთელი თავისი ენერგია, მთელი თავისი ემოცია, აი მას ჩაიდა. საოცარი რაღაცა ის გონდა. ბოლო მეორე დღეს როცა უკვე გადიოდა მე სტუმრები მყავდა და მეთქარი გეგა მეთქი ნუ წახვალთ მეთქი რა რაღაც სოსომდა იმან მოაკითხა დათომ და მე ხსტუმ არა დედო მე მალე წავალ თუ რაღაც საქმე გვაქვს და მოვალ ნუ ახლა ვიფიქრე მოვა ხო და კიდე უთხარი რომ გიხოცები არ დაგაგვრინდეს მეთქი არაო მითხრა და ეგ გამოვარდა ამ ოთახში შევარდა აქაც იქაც ლოჩ ასე შემო და ჩვენ რაღაც ვამზადებდით იქ ჩემი დადა ისინი და ესე დაიარა ეს ოთახები და არ მიმიქცევია ეცით მაშინ ამისთვის ყურადღება. პირველი შემთხვევა იყო რომ არ გავიხედე ლოჩით. ისე გავარდა და წავედი ყურდი გადამიტრიალა ეს ხო მალე მოვალო და გავარდა და წავედი. წავედი. ყველა საინტერესო ის არის რომ იმ თვითმფრინავში მეც უნამჯდარი ყავი, მეც მივდიოდი რა, იმიტომ რომ ბიჭებმა როგორც მითხრეს ეს იყო გეგას გადაღებები ქონდა 17-ში ქორწილი უნდა ქონოდათ 17 ნოემბერს ჩვენი ქორწილი 17 ნოემბერს იყო ისე ძალიან საინტერესო ამბავია და რაღაცა ის იყო და ნუ ხო წამოხვალ დათონა ხოცებოდა წამოდი და პასპორტიც კი წაიღო ჩემი ბილეთის ასაღებად. მეორე დღეს უთხარი მათხარი მომიდანი კაცო პასპორტი თავი დამანებე ხა ცოტა ხანი მომშორდები და ვისვერნებ თქო თქვენ რო აქ არ იქნები თქო то წასულით ახლა მე შეიძლება მე საუბუნშენელიყავი იმ თვითმფრინავში ისე რომ სადოთ არაფერი არ ვიცოდი ჩემ შულთან ერთად მიდიოდნენ გარბოდნენ ამ ქვეყნიდან თითქოს სამშობლოს ტოვებდნენ მაგრამ ხელში ჩახუტებული ვეფხისტყაოსანი ეჭირა კახას როცა შეიქმნა არეულობა თვითმფრინავში მე გადააბარა ერთ-ერთ გოგონას ეს ვეფხისტყაოსანი და იმან კიდე გაბატონ ნაზის შემდეგ დაუბრუნდა ეს ვეფხისტყაოსანი ეხლა მე ხელში მიჭირავს სანამ ისინი იმ ტრაპზე ავიდოდნენ და თვითმფრინავში შევიდოდნენ შეიძლება ისინი კარგი ადამიანები იყვნენ მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს მათ დანაშაული ჩაიდინეს ეს იგივეა თქვათ აი ბესლანის შემთხვევაშიც გარკვეული ადამიანების ტერორისტები რეჟიმს ებრძვიან შეიძლება თქვათ გავამართლოთ ამიტომ ძალადობა მეკორწილეები აეროპორტში ორ ნაწილად გაიყვნენ გიატაბიძე იბერიელებთან ერთად თვითმფრინავში დანარჩენი მგზავრების მსგავსად სამგზავრო შესასვლელიდან ავიდა. გეგა კობახიძე, სოსო წერეთელი, დათო მიქაბერიძე, თინა ფეტვიაშვილი და თინას ორი მეგობარი, ანანო მელიბა და ეკა შალუტაშვილი კი წერეთლის მეგობარი ქალის, ანა ვარსიმაშვილის მეშვეობით სპეცკონტროლის გვერდისავლით ეგრეთ წოდებული ინტურისტების გასასვლელით ავიდნენ. მათ ეკა შალუტაშვილის ჩანთით ტეტეს 2 პისტოლეტი, ნაგანის სისტემის რევოლვერი, რევსტერის მარკის რევოლვერი და ურგ და ურგ-N მარკის 2 სასწავლო ხელყუმბარა აიტანეს.
იარაღები გამტაცებლებმა აფრენიდან 5-10 წუთის შემდეგ გაინაწილეს. ქობულეთის თავზე დაიწყეს დაუწყიათ და ასე ხრანომეტრაჟი უნახეს იქ სახში თუ რაღაცა დაждომამდე 10 წუთით ადრე უნდა დაეწყოთ ასე ქონიათ დაგეგმილი ხო და ახლა ის რომ მიყვებოდნენ ბორტგამცილებელი და შტურმანი პლოტკოვაკ რომელიც ისდა ფორმაში ისდა და მაგისტვის შენო სიგარეტი რატო აგვიკრძალო მოწევაო და 3 ტყვია ქონდა მაგ პლოტკოს მოხვედრილი ერთი ახლაც ხერხემალში აკვერ რო არ დააზიანონ ნერვი ფრინავთა კაბინაში შეჭრა მოსკოვის დროით 16 საათსა და 13 წუთზე მოხდა. დაბიძემ ბორტგამცილებელი ვალენტინა კრუციკოვა აიძულა კაბინის კარზე პირობითი სიგნალით დაეკაკუნებინა. ამ დროს კაბინაში უფროსი მფრინავი კარდაფხაძე, ბორტინჟინერი ჭედია, სტაჟიორი გაბარაევი და შტურმანთა რაზმის ინსპექტორი შარბატიანი იმყოფებოდნენ. ხოლო თვითმფრინავის წვერში ბორტმექანიკოსის სავარძელი ეკავა ვლადიმერ გასოიანს. კარი ზაվել შარბატიანმა გახსნა, რომელსაც დაბიძემ სამჯერ ესროლა მხარში, რასაც თავის ჩვენებაში სტივარდესა ირინა ხიმიჩიც ადასტურებს. სანამ ამოვიღებ და იმას გავუტენდი მაგაროვს, მანამდე უკვე დამადგენენ. ერთი მეორე გაბარაევს და მე რომ მიხვდნენ რომ კომანდირი მე ვარ, ისიც ჩემსკენ მოტრიალდა და ერთი უკინდან მაჭერდა, მეორე აქიდან და თქვენი და ხალხი დაუხოცეთ და იყვიდან ახლა ისინიც აფექტში იყვენ ეთყობა და ნუ გასაგებია ახლა ბათუმში მიდიხარ რა უნდათ და გასვლა უნდათ და ამ დროს ეს ჭედია აქ ზის და მას პიჯაკის გახდილი ქონდა მოტრიალდა და ეუბნება გითხარით რა გინდა თუ რატომ ხოცავთო და ამ დროს ერთმა რომელ არ ვიცი იქეთ თუ აქეთ ამესროლა ზურგში და გასოიანმა მერე ატეხა სროლა აი ის რო ჩამოეკიდა ადრე ეს ახლა ცოტა გადაკეთებულია მგონი ეს კრესლო ეს წინ იყო ეს გადაკეთებულია ახლა ეს თვითმფრინავის სალონის გადაკეთებულია და ესეც და აი საცხა აქ იყო კრესლო ამისი და აი აქ ახლა სადაც კრესლო დგას აქ იდგა შარბატიანი და ეს ფარდა იქ რო არის დაკეტილი ქონდა იმას შტურმანს გასოიანს და იმიტომ ვერ დაინახეს თუ იმასაც მოკლავდნენ იმიტომ რომ შტურვალთან რახან ვიჯექით ორი კაცი ჩვენ არ გვესროდნენ რაღაცამ უნდა წაიყვანოს რა თვითმფრინავი ხო და ეს ჭედია ჩამოეკიდა და უკვე იმას მიეცა საშუალება რომ უკვე სანამ ჭედია იჯდა ის დაფარული იყო იმათ ვერ ხედავდა გასოიანი ჭედიას რო ესროლეს და ჩამოეკიდა მერე ისროლა გასოიანმა ანუ ჭედია ადგილზევე სკამზევე მოკვდა და ჩამოეკიდა აქვე ბოლო ბალისტიკური ექსპერტიზის ჩვენებით შარბატიანს რევსტერი 927-927-დან 3 ტყვია აქვს მხარში მიღებული დანარჩენი 3 ტყვია თავში მიღებული საკონტროლო ნასროლის ჩათვლით გაუგებარია ანზორ ჭედიას ხეულიდან ამოიღეს ტეტე 21-670 ტყვია თუმცა ტაბიძეს ნაგანი ეჭირა ხელში რადგან პლოტკა მის მიერ 65-851 ნაგანიდან გასროლილი ტყვიებით არის დაჭრილი ეს რომელი იყო ვინც იარაღით გადდა არ ვიცი მე სახეზე არ ვიცნობდი იმათ და მე სურათები რომ მომიტანს ვერ ვიცანი თორე არ მენახა და ნუ მე როგორც მითხრეს ტაბიძე და წერეთელი ყოფილან შემოსული მგონი თუ გასოიანმა ხმაური გაიგონა და პირველი ისროლა მან როგორი ვარიანტი იყო ისიც კი ითქვა მაშინ როდესაც იქ დავდიოდი მე რომ თვითონ გასოიანის ტყვია ქონდა გარდა მას ჭედიას მოხვედრილი და უბრალოდ ამას იმიტომ რომ ტყვიის შესავალიო ნუ არ გია უკრიდან იდგა იმას წინიდან ქონდა ტყვია მოხვედრილი ანუ რაღაცები ერთმანეთს არ თანხდებოდა რა ნუ ყოველ შემთხვევაში ხელ დაზუსტებით ვერ ვიტყვე მაგრამ თავიდან ხო გეუბნებით იმდენი ვინც კი იყო გარდაცვლილი თვითონში ყველა გიას მოკლული იყო მან ესე გაანაწილეს სასამართლოზე ტვინი ანუ ამის გამკეთებელი ვინც იყო ეს იყო სოსო
ფინანსისტი, დამფინანსებელი მთელი ამ საქმის იყო დათო და შემსრულებელი იყო გია. ის რომ მოხდა თვითმფრინავის გატაცება, მოხდა მძევლების აყვანა, მოხდა ტერორიზება ამ მძევლების, მოკლეს ადამიანები, მოკვდა 3 ეკიპაჟის წევრი და 1 მგზავრი, დაიჭრა თუ 2 მგზავრი თუ არ ვცდები, დაიჭრა 3 მგზავრი და ასე შემდეგ. რა ქვია ამას თუ არა ის, მაშინ ეძახდნენ 93 წელს ამ ახალგაზრდებს ეძახდნენ ბანდიტებს, დღეს ქვია თმათ ტერორისტები. ძალიან მარტივად არის აქ შეფასების შემთხვევაში მე ვთვლი რომ საზოგადოებამ უნდა დაარქვას თავისი სახელი იმას ვის ქვია ტერორისტი, ვის ქვია ქურდი, ვის ქვია მკვლელი. ამ ამბავში ძალიან მკვეთრად არის გამიჩნული ის ვინ არის გმირი და ვინ არის ტერორისტი. გმირები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მოახერხეს და ეს თვითმფრინავი თბილისში დასვეს ისე რომ ეს მგზავრები მაინც გადაერჩინათ. ორმხრივის როლების გამო ეკიპაჟის მეთაურმა გარდაფხაძემ თვითმფრინავის ორმოების გამოწვევის განკარგულება გასცა. ევოლუციურმა რყევებმა ბორტზე დიდი არეულობა გამოიწვია. ამ დროს უკვე მკვდარი იყო მგზავრთა რიგებიდან სოლომონია, რომელიც გამტაცებლებს კგბ-ს თანამშრომელი ეგონათ და პაატა ივერიელმა მას თავში აისის ღვინის ბოთლი ჩაარტყა. თუმცა სოლომონიას ექსპერტიზა ყბასახის არეში მისი ირიბი გამჭოლი ჭრილობების შესახებ მიუთითებს, რომელიც ასიკვდილო აღმოჩნდა. გამტაცებლებიდან უკვე მკვდარი იყო გია დაბიძე. ხელში მძიმედ იყო დაჭრილი სოსო წერეთელი, ხოლო მარცხენა ფილტვში კახა ივერიელი. თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დასმისთანავე ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა დათო მიქაბერიძემ. გაგვაჩერეს მაშინ სამხედროები, მაგრამ ტრანსპორტная ავიაცია იდგა იქეთ ბოლოში ალექსეევში. და ჩვენ ბოლოში გაგვიყვანეს, რომ დავჯექით და იქიდან რომ შემოუხვიეთ, აი სამხედროების პირდაპირ გაგვაჩერეს. და ამ დროს მოვიდნენ სამხედროები და ორივე მხრიდან ჩამწკრივდნენ, იქიდან მხრიდან, აქიდან მხრიდანაც. ხო და იქ ახლა სალონში ის უყოვდა მე ჩვენი შტურმანი, ვინც იყო ეს პლოტკო. რომ იქ ფრთებთან არის ავარიული ლუქები ქვია. ეს გაახსნევიეს თურმე სალდათი იჯდა იქ. რუსი. და გაახსნევიეს ეს ლუქები. ერთ მხრიდანაც და მეორედანაც. ეთყობა ამ სალდათმა იფიქრა, რომ რაღაცამათ მოაკლევიებ თავს და ცვითა და გადახტა თურმე მთაზე. მთაზე რო გადახტა, მათმა ესროლეს აქედან. სროლა დაუწყეს. გარეთ იმ სალდათებს უფიქრიათ მე როგორც მომიყვენ რა, რომ გადმოდიან, ისინი გადმოდიან, პასაჟირები კი არა. თვითონ ის გამტაცებლები გადმოდიან თანსროლითო. და კამანდირს იმათი სყოფილა კამანდა მიუწი აგონო და რო წამოვიდა სეტყვასავით. მოსკოვის დროით 16 საათსა და 42 წუთზე მერვე პოლკის საჯარისო ფორმირებამ თვითმფრინავის მიმართულებით ავტომატური ჯერით ცეცხლი გახსნა, რომელიც დაახლოებით 20-25 წუთს გრძელდებოდა. დაიღუპა 1 და მძიმედ დაიჭრა 21 კაცი. ასევე მეორე პილოტი გაბარაევი და გეგა კობახიძე. აქვე ირინა ხიმიჩის 1984 წლის 17 თებერვლის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ვალენტინა კრუციკოვა გარედან გახსნილ ცეცხლსამსხვერპლა, როდესაც ის სამუშაო გასასვლელიდან ხდებოდა. თუმცა ოფიციალური ვერსიით მისი მკვლელობა სოსო წერეთელს ბრალდება. ხიმიჩის ჩვენებას კრუციკოვას ცხედრის ექსპერტიზაც ამყარებს, სადაც სტიუარდესას სხეული ქვედა კიდურებიდან მოყოლებული სულ დაცხრილულია. მოსკოვმა დაართუნება თურმე. კოსეგინს დაუკავშირდენო აქ. მთელი ცეკას ხალხი შევარდნიანად აქ იყვენ თურმე. ხო და შესთავაზეს, რომ გადმოდითო იაკსოროკზეო. და მოგცემთო რა, გაფრინდებითო. და ვარი უთბიათ ამათ. მათ გარდა იმისა, რომ ესროლეს ადამიანებს, ისინი დაჭრილები იყვნენ და არ გაანთავისუფლეს თვითმფრინავი. ეს იყო ყველაზე დიდი ძალადობა მე ვთვლი მთელ ამ ისტორიაში ერთ-ერთი, იმიტომ რომ მთელი ღამის განმავლობაში მათ ეხვეწებოდნენ, რომ თვითმფრინავი გაანთავისუფლებინათ და ისინი არ ამთავისუფლებდნენ მას. გატაცების მეორე ტრაგიკული ნაწილი აეროპორტში დაიწყო. უკვე სისხლიანი Tu-134 რეისი 68-23 ალყაში 14 საათის განმავლობაში იდგა. საინტერესო დეტალი არის ის, რომ ჩვენ მე და ბებია ჩემი ესე მოვიდა უცხო ხალხი, ესეთი ბევრი მანქანებით, შავი პლაშებით და წაგვიყვანეს აეროპორტში.
ანუ იმ მიზეზით, რომ აუცილებლად უნდა ენახათ ქალბატონი ლილი, ანუ აუცილებლად რაღაცა გადასაცემი ჰქონდათ და უნდა ენახათ. და მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ მივედით აეროპორტში, ანუ დავარტყით წრე და წამოვედით უკან. ეს იმის ალბათ მაუწყებელი იყო, რომ ისინი თვითონ შევიდნენ სახლში, თვითონვე განახორციელეს, ვთქვათ, ან ჩადეს რაღაცები, არ ვიცი ახლა ეს ფაქტია, რომ იქ ჩვენ არავინ არ გვინახია. ჩრეკისას თუ იყო რამე ისიც? ჩრეკისას კი, ანუ პირდაპირ დათოს ოთახიდან იყო ხელმძღვანელები ამოღებული. მოვკიდეს ხელა, აგვიყვანეს მეოთხე სართულზე. სადღაც ოთახში აგვყარეს ზევით. არც მიგვიშვეს და არც კი გაგვაკარეს ჩვენი თვითმფრინავს. ერთი გარგასულა, ნახევარი საათი თუ რაღაცა და ალბათ და ისეთი სროლა, რომ ვაი, ვიყვირეთ მაშინ მე კი გაჩერებული ვიყავი, მაგრამ გეგას დედა იატაკზე ფორთხავდა. შვილებს გვიხოცავენ. მე თანახმად ვიყავი, შევსულიყავი თვითმფრინავში და დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიყვანდი მე. იმაზეც თანახმად ვიყავი, რომ მომეწოდებინა, რომ გადმოვდით და ნუ გიშინია და მაგრამ აი ამ სატანამ რატო გააჩერა 14 საათი თვითმფრინავი, მე მაგას ვერ ხვდები კიდე. იქ ვინც დაიჭრა. ადვილად შეიძლება იმათი გადარჩენა, პრინციპში ისინი სისხლისგან დაიღვარდნენ. მივედით ნავთან, ბიჭებს მიმართეთ, რომ უნდა ჩამოხვიდეთ, სხვა შემთხვევაში სისხლი დაიღურება, ნუ ახლა ჩვეულებრივი მოვლენა არის, მაგრამ მე უკვე ყველაფერს განაგებდა აი ეს სპეციალური დანიშნულების რაზმი. თვითმფრინავის სპეცრაზმა გამდენისას აიღო. ამ დროს გამტაცებლების უმრავლესობა დაჭრილი იყო. ერთადერთი პაადაივერიელი აქტიურობდა, რომელსაც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მათ აფრენის საშუალებას მისცემდნენ. შარტავა, რა ქვია, ფოფხაძე ნუგზარი და პატიაშვილი. სამივე ურტყეს სოსოსო. რო ჩამოიყვანეს სოსო, გაარტყესო. აი ეს მითხრეს მე იქ. მე ეს ვიცოდი, მიუხედავად ამისა, ამის შემდეგ ფოფხაძესაც ვართმევდი ხელს, პატიაშვილსაც ვხდებოდით ერთ ოჯახში და ვართმევდი ხელს, არც ერთისთვის არ მიგრძნობინებია ეს ამბავი და შარტავა არა. არ ვიცნობდი შარტავას. აი ესე მითხრესო, ამათმა წიხლები ურტყესო და ეგ შეიძლებოდა დაჭრილდით წიხლები, ამითი რამ მოიგეს რამე მაგათმა? არაფერი. უნდოდათ ჩვენი თავრობის წინაშე გამოეჩინათ თავისთავი, როგორც ძალიან ისეთი რეალურად იყო ეს ამბავი ყველაფერი, მაგრამ აი ეს აეროპორტის ის იყო დადგმული. იმიტომ რომ როცა ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, რომ ეხლა მაშინ გეგამუთხრა, რომ კი მაგრამ გამოგეშვათო ჩვენ ხო როცა შემოვიდა სინათლე ჩაქრა იმაში სალონში. და შეუშვეს ის მონტიორი და გააკეთა და იმისთვის ხო არაფერი არ გქნეოდა. გამოგეშვათო სასწრაფო ექიმებიო და წაიყვანათო ეს დაჭრილებიო. ჩვენ ხო არაფერი არ მქნევა. რომ ამის შესახებ იმ პერიოდში კგბ-ს ყველა დამუშავებული ყავდა რა. ვინ იყო რა იყო ყველა მიცოდა რა. და თვითონ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები იყვნენ ჩაშვებულები. თავიდანვე იყვნენ ჩაშვებულები. გაყიდული საქმე იყო. იმიტომ რომ ეხლა წარმოედგინეთ თქვენ კომუნისტური რეჟიმის დროს სადეპუტატო გასასვლელიდან ერთი დიდი ჩემოდმით ეს იარაღით ვინ გავიდოდა ეს ზღაპარია გამორიცხულია ხო ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი რა დადგმული შევარდნაძის მიერ ბატონო ედვარდ, დღეს როგორც ამბობენ, ეს იყო გაყიდული საქმე, ანუ წინასწარ ჩაშვებულები იყვნენ ესენი. მთავრობამ ეს იცოდა და ისინი მიუშვა სპეციალურად და ბოლომდე გაითამაშა და მერე მთავრობას რაში ჭირდებოდა. ან ქორწილის იმიტაცია, ან თვითმფრინავის აფრენა და აფრენა, რაში ჭირდებოდა. თვითმფრინავში დაღუპულები უკვალოდ გაუჩინარდნენ. თუმცა ცოცხლად დარჩენილი გამტაცებლების ბედმა საზოგადოება ორად გაყო. ეს იყო ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. საბჭოთა საქართველომ დაღუპული ეკიპაჟის წევრებზე გლოვა გამოაცხადა. ახმად გარდაფხაძემ და ვლადიმერ გასოიანმა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღეს.
გმირობა მიიღე, გაზეთში გამოქვეყნდა პირველივე დღეს დაიბეჭდა გმირობის ვარსკვლავები და როგორ ფიქრობთ, ესეთი ადვილია ხა იმ ხალხის მენტალიტეტის შეცვლა, რომელიც მთელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა. შეიძლება ის თავისთვის ქვეცნობიერად რო დაწובה და რაღაცა თავისთვის ფიქრობს, რომ არ მოიქცა ისე როგორც საჭირო იყო კაცურად და ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, მაგრამ ის წნეხი ხო ესე არ გადის არა, ეს ჩვენ გონია რომ ეხა დრო რადგან შეიცვალა ის არა, ის მენტალიტეტი როგორც ჰქონდათ, იმ მენტალიტეტი დარჩნენ. ეხა იტყვის ახლა გარდაფხაზე რომ მე მაშინ შემეშალაო, ხო არ იტყვის არა? არ არსებობს უთქვას ეხა. არა თუნდა ის ვარსკვლავინა და ეხა სადაა შენახული რომ მაინტერესებს. ეს იყო მაგათ შეცდომა მით უმეტეს ის რომ შენ თუ იმ წყობას ებძვი მაშინ ამ ხალხს რას ერჩი? ხალხს ისედაც ეშინია თვითფრინავში და შენ ხალხს თუ ხოცავ და მე ბევრი წერდა რომ აი იმათმა დაიწყეს საბჭოთა კავშირის გრევა და ის ანდა მაინც ხვდებით ამას? იმათ მაშინ შენ ხალხს როგორ ხოცავ? სამოქალაქო პანაშვიდებს ხანგრძლივი საგამოძიებო პროცედურა მოხდა. მთელი ქვეყანა 9 თვის განმავლობაში ელოდა მათ განაჩენს, მაგრამ ტრაგიკული მოულოდნელობა უეცარმა მოულოდნელობამ შეცვალა. საგამოძიებო საქმეში კგბ-მ ახალი პერსონაჟი შემოიყვანა. 1984 წლის თებერვალში დააპატიმრეს ბერი თეოდორე, ერისკაცობაში თემურ ჩიხლაძე, რომელიც ბიჭების სულიერი მოძღვარის გარდა დიდი მეგობარიც იყო. როცა ეს ამბავი მოხდა, მე ვახსენე რომ ის იყო დადგმული კარგი სცენარი. ვიცებ დააკლდათ ერთი გმირი და ის გმირი იყო მამა თეოდორე. ვიღაცა ხონდა ყოფილიყო ორგანიზატორი. რაც შეეხება მამა თევდორეს, ის მღვდელი, რომელიც იქ იყო, რომელიც საერთოდ არ მჭდა რა თვითმფრინავში. და იგი შერაცხეს ამ დაჯგუფების ორგანიზატორად. ეს საქმეები უნდა მოიძიო, კარგად აიგეთო და მაშინ ვიხვდები ვინ ასწორი და ვინ არ არის სწორი. სიცრუისა და სიმართლის ზღვარზე საზოგადოება განსაკუთრებით 84 წლის აგვისტოში აღმოჩნდა. აგვისტოს პირველში დაწყებული სასამართლო პროცესი 13 დღე გაგრძელდა. დაიწყო ტრაგიკული მოვლენების მესამე შეუქცევადი ტალღა. როდესაც დედაჩემმა სასამართლოს მსვლელობისას ნახა ეს ახალგაზრდები, ცოტათი გაოცდა და თქვა რომ არ მჯერა რომ ესენი არიან მკვლელებიან, იმიტომ რომ ისეთები ისხდნენ იქ და მაშინ მგზავრებმა უთხრეს რომ თქვენ რომ გენახათ როგორ იქცეოდნენ ესენი იქ მაშინ და განსაკუთრებით აი ეს გოგონა რომელიც ანგელოზის სახით ზის როგორ ახტებოდა ის დაჭრილებს ორივე ხელში იარაღით მაშინ ამას არ იტყოდით. ასე მეგობრებოდი რომ შენ პატარა ბავშვო დაუკლავთო სის და გალევინებთ თქვენო ხორცს შევჭამ ჩვენო და გაყურებინებთ თქვენ. იქ ისეთ რაღაცებს ყვებოდნენ და ისეთ რაღაცებს ამბობდნენ რომ აი ყველაზე ერთხელ სადღაც დავწერე კიდევაც რა ყველაზე გამწარებული დედაც კი ვინც კი იჯდა იქ არა იმასაც კი ეცინებოდა იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ის გადავხდი ყურების მოგაჭამ იმას ვიზამ რაღაცა ისიც აი ხა მე რო ვიცნობდი სულ ყველას და რო ვიცი რომ ესენი არც ერთი არც ამის თქმელი არ იყვნენ და არც ამის გამკეთებლები არ იყვნენ ხა ჩემთვის მართლა სასაცილო იყო იმის მოსმენა რასაც ისინი ამბობდნენ Чем вы можете искупить вину перед дочерьми Шарпатняна, перед его внуками? У вас было все. Что вам там нужно было? Как вы сейчас относитесь к Западу? Сейчас вы еще уверены в его превосходстве перед советской системой, где вы учились? განსაკუთრებული კონტროლი ხორციელდებოდა იმ დროს საქართველოს ტელევიზიაზეც, რომლის ეთერით სასამართლოს პარალელურად გადიოდა გადაცემა ბანდიტები. ტელევიზიით როცა გადმოსცეს ეს სასამართლო ის იყო დამონტაჟებული, როგორც ხდებოდა რაც თვითონ აწყობდათ პროფესორად და სოკოლოვის მკაცრი ამით რომ ესენი არიან ბანდიტები, ესენი არიან. ყველა მშვენივრად იცოდა რომ მაშინ რაც მოვიდოდა ზეიდან ბრძანება ნებისმიერ კაცი ან მერაშუაში ვიყავი მე რაც გადაცემას მომიტანენ ეს უნაცებებით მილიონობით სხვა ახალგაზრდის მსგავსად ისინიც ეუფლებოდნენ სპეციალობას სწავლობდნენ მუსიკას და უცხო ენებს მხატვრობას და ლიტერატურას შეიძლება ეს გადაცემაც მაგის გაშუქებაც იმიტომ იყო რომ ხალხის აზრი
შეებრუნებიათ და დაეპროგრამებიათ რა მოსახლეობა და ხალხს იმიტომ გააკეთეს. ეს 33 წლის კაცი ბოროტებისა და კაცმოძრაობის ცუც აშკარა დემაგოგიის ზოგჯერ გასაოცარი უვიწრობით ამშვენებს. შინაგანი ბოღმის დაფარვას სახარების და ნამოკლეფილი ციტატებითა და ღვთისმსახურის ანაფორით ცდილობდა. ისევე სხვადასხვა როგორც ხელმხუმბარისა და იარაღის თვითმფრინავში მალულად შეტანაც. რაც კი გაიღიმეს და იქ არ შეიძლებოდა ბიჭებს არ გაეცინოთ იმაზე, რასაც ეს მგზავრები ყვებოდნენ. ხო, არ შეიძლებოდა არ გაგეცინა. აი ეს მთელი ეს ღიმილები ერთად გააერთიანეს და ერთ დიდ სიცილად აჩვენეს. და მე კომენტარის კარგი გააკეთეს, რომ აი ისინი სხედან და აი ამაზე იცინიან. ყველაზე მოულოდნელი ამ ამბავში განაჩენი იყო. თინა ფეტვიაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ძმები ვერიელებს გეგა კობახიძესა და მამა თეოდორეს კი დახვრეტა მიუსაჯეს. მოთხოვებული აღმოჩნდა ბერიც, რომელიც უშიშროებამ სასამართლოზე გადაცების ორგანიზატორის სტატუსით გამოიყვანა. იმ პირობით თითქოს დანარჩენებს გადაარჩენდა. მამა თეოდორე სასამართლო პროცესზე მიხვდა ყველაფერს, რა ხდებოდა და რა იყო და პირდაპირ მოსამართლეს უთხრა, თქვენ ძალიან მოკლე დრო დაგჭათ, საფრთხე წყობა დაიშლება. ნუ ისეთი სიტყვები წამოსქვა, რომ მოსამართლე ვიცი დასაბმელი გახდა, ნუ გერსამიები. ხო და აი ამ ცოდვებისთვის რომ მოგეკითხებათ თქვენო. უბრალოდ თქვათ აი უბრალოდ სიტყვებით და ითხოვდა რომ მე თქვენ არ გამოგადგებით და ამ 4 ახალგაზრდა შეუნარჩუნეთ სიცოცხლე. ეს იყო მისი ბოლო სიტყვა რა. მაინც მაგარი ბიჭები იყვნენ და მაინც ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ. თქვენ ნაგენახათ სასამართლოზე, როცა გამოუტანეს დახვრეტა. აი ერთი წარბე არ შეხრია არავის. და ერთი გეგას თვალები მაქვს, რომ რაღაც უაზროდ ეყურებოდა და ვცნობდი, რომ მე მეყურებდა. მაგრამ ვერ ვხედავდა ნამდვილად. არავისთვის არ არის სასიამოვნო იყო დამნაშავე და ბოროტ მოქმედი არც ამაყო ამაში არაფერი და რა თქმა უნდა ნანობ ყველაფერს ძალიან მიჟირს ლაპარაკი და მე ვერც ბრავიცი, ვერც ბოდიშს ვიტყვი, ვერ ვიტყვი, არა მაქვს მე ამის უფლება, რომ ცუდად გამოჩნდება ეს შეურაცხყოფის მიყენება იქნება, რომ მე ვთხოვ მაპატია, აბა როგორ ვთხოვ მაპატია. შეიძლებოდა ამათი გადარჩენა. სასამართლოს ჰქონდა უფლება მიიღო კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. შეიძლება არ მიესაჯა დახვრეტა. მაგრამ მაშინ ისეთი ტალღა იყო აგორებული, საპროტესტო ტალღა. ბევრი ადამიანი ხო დაიღუპა თვითმფრინავიდან, რომ ჩამოდიოდნენ, ან ჩამოიყვანეს თვითმფრინავში ესროდნენ. ეს იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ საკმაოდ ესე ჭყალებში, რო ვთქვა, ცოტათი გატუტუცებულები, ცხოვრებით და ეგონათ, რომ ყველაფერი შერჩებოდა. ძალიან მარტივად არის. აქ ეგონათ, რომ ეს ამბავი შერჩებოდა. მათ არავის არ ეგონა სინამდვილეში, რომ მათ დახვრიტავდნენ, მათ დასჯიდნენ. იმიტომ რომ ყველაფერი, მთელი მათი ცხოვრება რო გადახედოთ, მათ მეგობრებს რომ მოусმინოთ, მათ ყველაფერი ქონდათ. არაფრისთვის ისინი არ ისჯებოდნენ. განაჩენის გამოტანის შემდეგ საზოგადოება კვლავ ორად გაიყო. დაიწყო ხელმოწერების შეგროვება შეწყალებაზე. აქ განსაკუთრებული როლი ტრადიციულად ინტელიგენციას ერგო, თუმცა კომუნისტურმა მანქანამ მაინც თავისი გაიტანა. წერილი როცა დაიწერა, უნდა მოეწერა ხელი სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ან უმაღლეს საბჭოს დეპუტატს, ასე ვთქვათ, მათკაც. თორე ხა ჩვენი ხელის მოწერა ეს დიდ არაფერს წვეთდა. მე როდესაც ეს სასამართლო პროცესი ჩატარდა, მეორე დღეს
იმავე წავკისში ამოვიდნენ ჩემთან უნივერსიტეტის პრორექტორი თემურ ხუროძე და პარტკომის მდივანი გურამ ლორსკიფანიძე. და მეუბნებიან, აბა ეხლა მოგვიწერეთ ხელი, რომ აი თქვენი თხოვნა შეწყალების შესახებ უკან მიგაქვთ, იმიტომ რომ თქვენ დაინახეთ, რომ საშინელი დანაშაული ჩაიდინეს და ღირსი არიან დახვრეტილი. დაბრძანდით მე ვთხარი. ეს ასე მელაპარაკებია თითქოს რაღაცა ისეთი. მობრძანდით მე ვთხარი და დაბრძანდით. როგორ ფიქრობთ თქვენ, რომ მე არ ვიცოდი, რომ საშინელი დანაშაული ჩაიდინეს? არ გაგიკვირდეთ თუ უკან წაიღო რამოდენიმე კაცმა. ისეთი ზეწოლა დაიწყო მოსკოვიდან, ისეთი სერიოზული და მე ჩვენი პარტიული ფუნქციონერები და არა მარტო პარტიული, არამედ უშიშროების ფუნქციონერები იმდენად სერიოზულ ზეწოლას ახდენდნენ, რომ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანმა უკან წაიღოს ხელმოწერა, რომელსაც უმტკიცებდნენ, რომ შენ მოაწერე ხელი ტერორისტების განთავისუფლებაზე. ბოლოს შევარდნადესთანაც კონდა საუბარი. მე იგივე ვთხარი მას. მე ვთხარი, ბატონო ედვარდ, მე ვთხარი, რომ მოგდგომიან და გრობნებიან, რომ თქვენ როგორ ამისთანა ისე. ჩვენ მე ვთხარი, ყოველ შემთხვევაში ის ქაღალდი, რასაც მე მოვაწერე ხელი, მე ვთხარი. ჩვენ იქ ეწერა, რომ დიდი დანაშაული ჩაიდინეს, საშინელი ამბავი მოხდა, ადამიანების მსხვერპლი მოყვა, მაგრამ ამიტომ გთხოვთ, შეიწყალოთ, ნუ დახვრეტთ, რომ მიუსაჯეთ დახვრეტის მუხლი, ნუ დახვრეტთ, მეტი არაფერი. სხვათა შორის ერთი საშინელი ფრაზა მითხრა და ეხლაც რო გამახსენდება, თქვენ რომ ეგ ქაღალდები არ გეფრიალებინათ, მე იქნებ ის ბიჭები გადამერჩინაო. ჩემგან რა ზეწოლა უნდა ყოფილიყო? მე მგონი შემდეგ თვითონ გაიაზრეს, მე არ გამორიცხავ, რომ პროკურატურიდან დაელაპარაკენ ამ სასამართლოში ჰქონდათ რაღაც ურთიერთობა და დაუსაბუთეს, რომ განაჩენი არის კანონიერი. ამბობდნენ, რომ განსასჯელები მოსკოვში შეიწყალეს, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტს თბილისამდე არ ჩამოუღწევია. ბანდიტები, როგორც მაშინ ეძახდნენ, განაჩენის გამოტანიდან თვენახევარში 1984 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს. სოსო წერეთლის გარდა დღემდე არც ერთი ბიჭის საფლავი არ არსებობს. როცა ადამიანს ხრეტენ, უწყება უნდა მიიღო, რომ აი სისხლში მოვიდა განაჩენი. 5 წელი კი არა, შევარდნაძე ჩამოვიდა მე 91-ში. რატომღაც აი ძალიან ბევრს ეგონათ, მე არ მინდა გვარი დავასახელო, რომ ეს ბავშვები რატომღაც ეგონათ, რომ შევარდნაძემ გადამალა. რატომღაც ასე ეგონათ. ისე აწამეს წლების მანძილზე. ხანვის მოუგზავნიდა KGB, ხანვის ვითომ იქ არიან, წავიდოდნენ, ეძებდნენ. ვიღაც პატიმარს ჩამოვიდა, ვითომ აქ იჯდა, ჩემთან იჯდა, წავიდოდნენ, ეძებდნენ. ნუ არ ვიცი ეს რა წვალება იყო. ამის აღწერა არ შემიძლია. და ბოლოს ეს იყო კულმინაცია, როცა ათხრევინეს საფლავები. და აი აქ არის უთხრეს და ლაფატკაც და მუშაც კი არ მოიყვანეს, რომ გაეთხარათ და ლამის ხელებით მოუნდათ მშობლეს გათხრა, რომ ენახა თავიანთი შვილები და წავიდნენ სადღაც იქვე ახლო სოფელში მოძებნეს ბარები, რაღაცა ლაფატკები თუ რას უძახიან. და ისინი მოიტანეს და ესე ათხრევინეს საფლავები და ბოლოს იქ არაფერი არ აღმოჩნდა. მხოლოდ სოსო იყო ეს. მე ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩემი დედამთილი და მამამთილი ორივე ცოცხალია. და დღემდე მე მგონი იმას ელოდებიან, რომ იქნებ საფლავი კონდეთ, რომ მივიდნენ და მისი შვილის საფლავზე მივიდნენ. ახლა იცით რა არის? ხო, მე გვითხრეს, ყველაზე საინტერესო იყო გვითხრეს, პალტო დამარხեցო და საფლავი გექნებათო. ძალიან ძნელია იცხოვ 25 წელიწადი ისე, რომ არ იცოდე რატო რისთვის და არ იცოდე არაფერი. ეს იყო გადაცემა, რომელიც თვითმკვლელობის დემონსტრაციულ აქტს გავდა. დაწერეს ასე: დაარქვეს ტერორისტებიც და შეიყვარეს როგორც გმირები. ამ ამბავს წლების განმავლობაში ყველა მთავრობა თავის პოლიტიკურ ინტერესებს არგებდა. მანიპულირებდნენ როგორც კონკრეტული ადამიანების საწინააღმდეგოდ, ისე რომანტიული ამბის პროპაგანდით. თუმცა მათ გამორჩათ ყველაზე მთავარი. აქ ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს.
რომელიც თავისთავშივე გულისხმობს ტრაგედიას. როცა ჩვენ ცოლქმარი ვიყავით, მაშინაც ამბობდა 33 წელს აქში მე ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები. უფალთან გავხროვდები რა ასეთი. მე ჩემი შვილი არ მინდა რომ ჩავთვალო რომ ის არის ტერორისტი. ეს ჩემთვის ძალიან ძნელია. ძალიან წლებაგული რომ ეს არ გაუმართლა მათ, რომ გამართლებოდათ ალბათ თუ სხვანაირად წავიდოდა ჩემ ცხოვრებას და მაგისიც. მე შემიძლია თქვა რომ ისინი იყვნენ ახალგაზრდები. მე შემიძლია დათოზე თქვა რომ დათო იყო 21 წლის. ძალიან ახალგაზრდა, ალბათ რომელსაც იმ დროისთვის მით უმეტეს რაღაცა ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა ის რომ შეიძლება ადამიანმა დაისახოს იდეა და თავისუფლად განახორციელოს. ძალიან ცდილობენ ხშირად რომანტიზებას ამ ისტორიის იმითი, რომ თითქოს ეს ახალგაზრდები იყვნენ და ახალგაზრდულად მოუვიდათ ეს ამბავი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო და ძალიან ახალგაზრდა მოკლესულა დანაშაულად. იმ პერიოდში საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ პროტესტის ფორმა, პროტესტი ადვილი საქმე არ იყო. ამდენად, ასე ვთქვათ, ეს გარკვეული თვალსაზრისით გმირული ნაბიჯია. ტერორისტ ყოველთვის ტერორისტია თქვენ გვინდა თუ არ გვინდა, აბა სხვა ყოფილიყვენ ის მიმათ მაგიერ ვიღაცა რუსები ან რაღაცა. მაშინ ხო დავარქმევდით ტერორისტებს. მე ყოველთვის რა ვიცი, აზრზე ვიქნები, რომ ყველანაირ თავისუფლება არანაირად არ ღირს არაფრად, როდესაც ეს მსხვერპლის ფასი ხდება. 1952 წლიდან 1983 წლის ჩათვლით საბჭოთა კავშირში თვითმფრინავის გატაცების 42 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ამათგან რეისი 68-23 ყველაზე სისხლიანი ბორტი აღმოჩნდა. რთულია დღესაც 25 წლის შემდეგ შეურჩიო კონკრეტული სახელი ამ ამბავს, რომელსაც კონკრეტული დასაწყისი აქვს, მაგრამ არავინ იცის სად მთავრდება.